ჯგუფებით ხდებოდა საზოგადოების სხვა საზოგადოებისთვის ძირის გამოთხრა და ამის დაშვება არ შეიძლება. ეს უკვე ითქვა სხვადასხვა დიდი ტრიბუნიდან, იქნება ეს ამერიკა თუ სხვა ქვეყნები და ჩვენ გვიხარია, რომ ის, რასაც ქართველი ხალხი უკვე განსაკუთრებით ბოლო წლებია ხმამაღლა ამბობს, რომ ამ კალაპოტს თუ ამ იდეას შემოუერთდნენ მათ შორის სხვა ხალხები. დიდი მადლობა. პარლამენტის თავმჯდომარე სანქციებასთან დაკავშირებით აპირებენ რომ ბიზნესმენების და სანქციურ განხილებას ვერ იქნება მუნდბილი. ასე რომ ჩვენ ხედავთ, რომ არიან ჯგუფები, ხელისუფლებები მათ შორის, რომელიც ქართული ხალხის მიმართ არ არიან კეთილგანწყობილი. ხედავთ, რომ იყო მცდელობა ქართული ხალხი გამოეყენებინათ ინსტრუმენტად საკუთარი რუსეთის მიმართ საკუთარი შიშებისგან გასაქცევად და ის რომ ქართული ხალხმა თავი არ გამოაყენებინა ზოგიერთებს რომ აქ ჩვენ სხვებივით პროქსიები ყოფილიყავით და რუსეთისთვის ასე ვთქვათ მივეგდეთ გარკვეულწილად მეორე ფრონტის სახით. ამაზე არიან ახლა გაბრაზებულია ზოგიერთი ელჩი, რომელიც ჩართული იყო არჩევნებში და დამარცხდა. გაბრაზებულია ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი, რომელიც ჩართული იყო ჩვენს არჩევნებში და აქ იდგნენ მიტინგზე ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის გაგრძელების საქმეთა მინისტრები და ეს რა თქმა უნდა დიდი შავი ლაქა არის ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში, როცა ეს იკადრეს ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ეს მინისტრებიც დამარცხდნენ ამ არჩევნებში. ეხლა ხედავთ, ეს არის ვენდეტა ქართული ხალხის წინააღმდეგ. როგორც ის რაც არის, არც ევროპულია და საერთოდ ადამიანურ ღირებულებებთანაც მაინც და მაინც ახლოს არ არის. ამიტომ ვენდეტის მცდელობა არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ბოროტს ყოველთვის კეთილი ძლევს და ასეთ ბოროტ წამოწყებებსაც საბოლოო ჯამში დიდი დღე არ უწერია საქართველომ, იმიტომ გასტანა 3000, იმიტომ გამოიარა 3000 წლოვანი სახელმწიფოებრიობა, რომ ჩვენს გარშემო სხვადასხვა ჯგუფების მტრობას უყურებდით შვიდად, ვინაიდან ვიცოდით, რომ ჩვენი საქმე ყოველთვის საბოლოო ჯამში იმარჯვებს და სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებს.